რომ თქვენი თმა ლამაზად გამოიყურებოდეს, მოვლა და შამპუნის სწორად შერჩევა სჭირდება. გარდა ამისა, სტილისტმა ზუსტად უნდა იცოდეს თმის სტრუქტურა, რადგან ყველა თმას თავისებური მოვლა, დავარცხნა, შეღებვა და შეჭრა სჭირდება. ყველა ტიპის თმას აუცილებლად ჭირდება მოვლა. აუცილებელია თმა დაივარცხნოს სწორად, რადგან ის არ უნდა დაზიანდეს. არსებობს ძალიან ბევრი რაღაცები, ანუ შრატები, ზეთები იმისთვის, რომ თმა გამოიყურებოდა ჯანსაღად. სალონ ნატალიაში ზუსტად იციან, რომელ თმას რომელი საღებავი სჭირდება, რომელი ნიღაბი გააჯანსაღებს დამწვარ ბოლოებს. მუშაობთ სუპრით და სწორი ტექნოლოგიით, რომ არ დავწვათ თმა და არ დაზიანდეს. ახლა უკვე არის ეს ძირების შეღების პროცედურა, დანარჩენი მელირებულია თმა და გაკეთებულია და დაბანის შემდეგ მსუბუქ ტონირებას გაუკეთებ. ჩვენთვის ტელეწამყვანებისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ გამოვიყურებით ეკრანზე. ამასთან ერთად ხშირად ვერ ვიღებთ ხოლმე გადაწყვეტილებას, როგორი უნდა იყოს ვარცხნილობა, თქვათ, რომელი ვარცხნილობა უკეთესი იქნება ეკრანზე და ასე შემდეგ. ამ სალონში, სადაც არის არაჩვეულებრივი გარემო და ყავთ არაჩვეულებრივი და შესანიშნავი პროფესიონალი სტილისტები, მათ შესწევთ აბსოლუტურად იმის უნარი, რომ შეგირჩიონ საუკეთესო ვარცხნილობა, რომელიც მე მგონი მაყურებელსაც მიანიჭებს ამონებას და ჩვენ თავისთავად როდესაც დარწმუნებული ვართ, რომ ნამდვილად კარგად გამოვიყურებთ, ასე რომ ძალიან დიდი მადლობა მთლიან კოლექტივს, რომლებიც ზრუნავენ ჩვენს სილამაზეს. გარდა თმის მოვლისა შეგიძლიათ გაიჯანსაღოთ სახის კანი, ჩაიტაროთ ზედაპირული თუ ღრმა წმენდა, დაიგრძელოთ წამწამები და მოიწესრიგოთ ფრჩხილები. ყველანაირი სალონური მომსახურება არის შეჭრა, დავარცხნა, კერატინით გასწორება თმის, მელირებები, შეღებები თავისთავად და ყველანაირი მომსახურება. ჩვენთან მოსულმა კლიენტმა შეუძლია ისარგებლოს კიდე კოსმეტოლოგის მომსახურებით, მანიკური გაიკეთოს, ასევე პედიკური გაიკეთოს. ესტუმრეთ ვაჟებ შაველას 27 ნომერს სალონ ნატალიას და გალამასტით.